წარმოგიდგენთ ოქროს და ამის მიხედვით გითხოვთ ბატონო დავით. გამოსაკუთრებით პირის ზვიაცეცხლაძე დაუკიდეში. როგორ ვითარებაში ჩაიარა ზვიაცეცხლაძის გამოკითხვა? შვიდ ვითარებაში ჩაიარა ზოგადად ყველა გამოკითხვამ. ანუ ზვიაცეცხლაძის მხრიდან რაიმე ესეთი შეუქმებელი ნახეთ აი გააგიხსნით კონკრეტული პირები ვიზეც კითხვას მისვამ. რადგან ვერ იხსენებდა ფაქტია რომ ვერ გაიხსენეთ ოქმის მოტანა დამჭირდა და მე უკვე როდესაც თქვენი ხელმოწერა ნახეთ მე დამიდასტურეთ. მისი გამოკითხვის დროს რაიმე უჩვეულო რომ გამოკვეთილიყო მისი მხრიდან არაადეკვატური ქცევა, აგრესია, დაძაბულობა ოქში მოიქნებოდა აუცილებლად დაგამახსოვრდებოდა და რადგან არ გაქვთ მითითებული ოქში და რადგან არც გახსოვთ შესაბამისად ჩავთვალოთ რომ შვიდ ვითარებაში მოხდა ზვიაცეცხლაძის გამოკითხვა. რაიმე დამამახსოვრებელი ქმედება ზვიაცეცხლაძეს და ზოგადად არც ერთ ჩემს დასაკითხებს არ განახორციელებიათ. ვიდეოში ირაკლი მემინაშვილის სახე ნათლად ჩანს. სანამ ამ ვიდეოს დაათვალიერებდი, თქვენ რა ინფორმაცია გქონდათ ირაკლი მემინაშვილის ფიზიკურ მონაცემებზე? ინფორმაციული პატაკი. ვის ქონდა ატვირთული ეს ვიდეო? ვერც რა ერქვა? გეტყვით. ომი და ომი თუ რაღაცა იმის. რატო არ არის დაფიქსირებული დათვალიერების ოქში? იქნება აუცილებლად აი ხო ვკითხულობ, განახებთ. და მითითებული მაქვს ლინკი, გადასვლისას გაიხსნა ვიდეო ფაილი, რომელიც დევს Facebook გვერდზე ჭყალებში ომი და ისევ ომი. დათვალიერების ოქში მითითებული გაქვთ, რომ ირაკლი მემინაშვილი ისროდა ქვას. დიახ. საიდან დაადგინეთ, რომ ეს იყო ქვა? ვიდეოს დათვალიერებიდან. ანუ თქვენ რა იცით რომ იყო ქვა, თქვენ ნახეთ რომ თვალსაჩინოდ ჩანს ძალიან ისეთი მკაფიო კადრი იყო, ახლო კადრი, საიდანაც ქვას გავდა. არა ქვა იყო. დაზუსტებთ როგორ შეგეძლოთ რომ იყო ქვა, ანუ მაგის თქმა მინდა რომ ობიექტური პირისთვის ობიექტური პირი გონიათ, ანუ საკუთარი პოზიციიდან გამომდინარე ობიექტურად შეფასების უფლება გააქვთ? მოწმე ვარ და მე ობიექტურად და ყოველთვის ვაწარმოებ, ნახეთ ობიექტური პირი ვარ, ვინაიდან მე გამოძიებას ვაწარმოებ ობიექტურად და ობიექტური პირი ვარ მეც და გეუბნებით რომ არ იყო ქვა, მაშინ როგორ გავიგო?